და ჩვენ უკვე ვნახეთ დღევანდელი ნახევარფინალის 10-ვე კონკურსანტი, მაგრამ გახსოვდეთ რომ მხოლოდ ორი მათგანი დარჩება ფინალში. მართალია ძალიან ცოტა დრო რჩება ზარების შეწყვეტამდე, ამიტომ აუცილებლად იაქტიუროთ, დაუჭირეთ მხარი თქვენს ფავორიტს, რადგან ძალიან ცოტა დროში შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს, ასე რომ დაურეკეთ. ნამდვილად. და ისიც მინდა გითხრათ რომ თითოეული მათგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ფინალში მოხვედრა და ამის შესახებ ისინი თვითონვე ილაპარაკებენ შემდეგ ვიდეოში. ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რასაც ვქმნით მაყურებელმა ნახოს და შეგვიფასოს. აქედან გამომდინარე, გვინდა რომ ფინალში მოვხვდეთ. ძალიან მინდა ფინალში მოვხვდე და მარნეული გავახარო. მე მინდა გავხდე ცნობილი რეპერი და გავიცნო ემინემი. ფინალში გადასვლა დამაახლოვებს ჩემ ოცნებასთან. ჩვენ ძალიან გვინდა ფინალში გადასვლა, იმიტომ რომ გვიყვარს ჩვენი საქმიანობა და გვინდა რომ ცეკვის ეს სტილი საქართველოში გახდეს ძალიან პოპულარული. ფინალში გადასვლა ძალიან გეგვხარდება, იმიტომ რომ ჩვენ მთელი ცხოვრება ამ საქმეს ვაკეთებთ. ვახით რომ ამ ყველაფერს დაინახავს და დააფასებს, ეს ჩვენთვის ბედნიერება იქნება. ფინალში მოხვედრა ჩემთვისაც მნიშვნელოვანია, რომ გამოვცადო ჩემი თავი, ჩემი შესაძლებლობები ამოვწურვა ბოლომდე და ხალხსაც მივცე ეს ხალისი და შემართება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ფინალურ ეტაპზე მონაწილეობა, რათა რაც შეიძლება მეტმა ქართველმა გაიგოს ქართულთა მხედრული ტრადიციების შესახებ, რაც შეიძლება მეტი ქართველი გაეზარდოს ქვეყანას მცველად და იმედად. ძალიან მინდა ფინალში მოხვედრა, თუნდაც იმ მიზეზის გამო, რომ ნიჭიერში აქამდე ეს ჟანრი არ ყოფილა. ვფიქრობ, რომ ამით უფრო მრავალფეროვანი გახდება თვითონ ფინალი. მართლა ძალიან გამეხარდებოდა თუ ფინალში გადავიდოდი. სასწაული სიხარული. მინდა რომ მთელი ჩემი ცხოვრება ვიდგე სცენაზე. ნიჭიერის ფინალში გადასვლა კი დამეხმარება და უფრო დიდ სტიმულს მომწონს. ნიჭიერში არ სახელდება აუთსაიდერი. ეს არის შოუ, რომელსაც ერთდროულად გამოეთიშება მონაწილეების უმრავლესობა. 10-დან მხოლოდ 2 მოხვდება ფინალში, დანარჩენებისთვის სამწუხაროდ დასრულდება ნიჭიერი. ამიტომ ვიფასო ტელემაყურებლებო, მოგმართათ და მოგიწოდებთ იმისკენ, რომ აუცილებლად დაურეკოთ თქვენს ჩვეულებს, რადგან ძალიან დაგწდებათ გული იმ შემთხვევაში, თუ ისინი ვერ მოხვდებიან ფინალში. ამიტომ მოგიწოდებთ, დაურეკეთ, იმიტომ რომ მათი ბედი ახლა თქვენს ხელშია. და აი 10-ვე კონკურსანტი ახლა დგას სცენაზე და ელოდება ხალხის თქვენს გადაწყვეტილებას. და ესენი არიან მეგობრების ტრიო. ალინა აბდულხალიმოვა. ოთო ბუაძე. Dreamwalkers. გაგა ტალახაძე. ზურანე ვიერიძე. რიდოლი. გიორგი წერეთელი. ანა ქაშიბაძე. ნინიკო კახაძე. ახლოვდება ყველაზე გადამწყვეტი მომენტი. თქვენგან ზუსტად 45 წამი რომ დაურეკოთ თქვენს რჩეულს. აუცილებლად გამოიყენეთ ეს მცირე დრო. მაშასე, წამწომი ჩაირთო.
მიცემა შეწყდა. წამები რჩება ძვირფასო ტელემაყურებლებო, სანამ პირველი ფინალისტის ვინაობას გავიგებდეთ. ჩვენ ველოდებით შედეგებს. და მე მინდა გითხრათ, შეგახსენებთ, რომ ჩვენთან ყველაფერი გამჭვირვალეა, ასევე გამჭვირვალეა ზარების რაოდენობაც და სულ ცოტა ხანში გავიგებთ თუ რამდენი ზარი შემოვიდა დღეს და ვინ რამდენი პროცენტი მიიღო. მას ასეთ ძალიან მალე გვეცოდინება ვინ გახდა ხალხის რჩეული დღეს, ანუ ნიჭიერის პირველი ფინალისტი. თითოეული მათგანის გულისცემა აი აქ ისმის, ალბათ დარწმუნებული ვარ თქვენს გესმით, გძნობთ, იმხელა ემოცია აქ, ნამდვილად. ძალიან ყველაზე დაძაბული მომენტია ჩვენი გადაცემის და დარბაზის რა თქმა უნდა. ხარს უჭერს ყველა მონაწილეს. სულ შემოსულია 20,047 ხმა. და ამ ხმების 23.2% მიიღო ერთმა კონკურსანტმა. მაყურებლის გადაწყვეტილებით ნიჭიერის პირველი ფინალისტი ხდება ნინიკო კახაძე! გილოცავ ჩემო საყვარელო, გილოცავ. მოკლედ, ჩვენ უკვე გვყავს პირველი ფინალისტი. ეს გახლავთ ნინიკო კახაძე და ის თქვენ ტელემაყურებლებმა აირჩიეთ. ნინიკო გილოცავ, ჩემო საყვარელო. თუმცა ეს ყველაფერი არ არის, როგორც ისიც, ნიჭიერის წესის თანახმად. მეორე ფინალისტს აირჩევს ნიჭიერის ჟიური, რაც ძალიან რთული იქნება დარწმუნებული ვარ. მართალია და ამ რთული გადაწყვეტილების მისაღებად თქვენ გაქვთ მხოლოდ 2 წუთი. მანამდე კი ჩვენ ნახავთ თუ რა შემოგთავაზეს ეს დღევანდელმა ნახევარ ფინალისტებმა. Just like the I'm a alien, I'm a legal alien, I'm an Englishman in New York. I'm so slow, I'm so low, piano. Americaliana, make us deliver never sippers money be only so me did. One of shades I'm going out of country. But I don't think me move to me than already. Modi dai max orange in this moment. Jamie Mako pardon tak it is nice. Go me a catch it out a DJ. Into a myriad of ways to paint this mountain. Every woman in the house would ooh. If they wanted to act, they better act on cue. So he kicked the game go. და შეგჭამს ბუაო მე მგონი თვითონ შეშინდა დაწნევა გაბრუაო ნუ გაშინია ბებიკო იმას ვასწავლე ჭკუასო და შენი შეშინებისთვის მე თვითონ შევჭამ ბუას
გამოიწურა პატივცემულო ჟიური. ჩვენ კიდევ ერთხელ დავწმუნდით, რომ 10-ვე უდაოდ ნიჭიერია, უდაოდ ძლიერი კონკურსანტი იყო და ეს თქვენთვის ძალიან ძნელი ასარჩევი იქნება და მაინც უნდა გაგვიხილოთ თქვენი გადაწყვეტილება. სოფო გისმენთ. დავად სოფო ბოდის გიხდით შენ მიკროფონს რაღაც ჭირს და ამიტომ ვანომ და გაგვიმჟღავნოს ეს ყველაფერი მე ხო მე ესეთი რაღაცების გამოცხადება არ მიყვარს გეგამ გამოაცხადოს რა გამოცდილი გეგა სოფო ძალიან ხო ვანოს მიკროფონში გამოაცხადოთ თუ შეიძლება სოფო ბოდი არა ჯოფია გეგამ გამოაცხადა გეგა მაშინ გაყვანდეთ ეს აი მართლა სრული გადაწყვეტილება ან ჯგუფი კარგი ესე იგი არაჩვეულებრივი შოუ ნახეთ და მე მართლა მინდა თითოეულს აი ვინც ყვირის მე მგონი არ აინტერესებს რას გამოაცხადოს ჟიურის გადაწყვეტილებას ესე იგი ფანტასტიკური შოუ იყო მართლა და თითოეულს მინდა მადლობა მოგიხადოთ იმიტომ რომ ყოველმა თქვენგანმა აჩვენა თავისი მაქსიმუმი და თითოეული მართლა იყავით სამაგალითო მართლა ყველა ნომერი იყო ბოლომდე შეკრული, ფანტასტიკური და ბრავო ყველას. თუმცა ჩვენ იძულებული ვართ ერთი გამოვარჩიოთ, რომელიც ყველაზე მეტად კიდევ პერსპექტიულად მიგვაჩნია, ანუ ცოტათი უკეთესი და ეს გახლავთ ოთო ბუაძე. რომლებიც თქვენ ტელემაყურებლებმა ჩვენაჩიური მაიჩია ეს გახალთ ნინიკო კახაძე და ოთო ბუაძე მათ უკვე ექნებათ რეალური შანსი თქვენ მათ აუცილებლად ჩავხვდეთ ფინალში რაც ექნებათ რეალური შანსი რომ მოიპოვონ ჩვენი ქვეყნის ყველაზე ნიჭიერის ტიტული ასევე მოიგონ ბათუმის აბარტოდელში სასტუმროს ნომერი და გახდნენ ორმი ჯგუფის ბიზნეს პარტნიორები თუმცა ეს ყველაფერი არ არის ეხლა ჩვენი პარტნიორი საქართველოს ბანკი გამოამჟღავნებს თავის ფავორიტს ამისთვის ჩაგვერთვება ბანკის წარმომადგენელი ნინი ბუკია გთხოვთ ნინი გისმენთ მშვიდობისა მოგესალმებით საქართველოს ბანკის სახელით ყველას და პირველ რიგში გილოცავთ ძალიან მაგარ პირველ ნახევარფინალს მადლობა ნინი და რაც შეეხება საქართველოს ბანკის რჩეულს მაშას საქართველოს ბანკის საბავშვო ანაბრის სახელით საქართველოს ბანკის რჩეული გახდა Dream Walkers ორი ფინალისტი ნინიკო კახაძე და ოთო ბუაძე და ბანკის რჩეული Dream Walkers ჩვენ გეშინოდებით დროები შემდეგ ორშაბათს რუსთავიერის პირდაპირ ეთერში ნიჭიერის მეორე ნახევარფინალის ათეული. დღეიდან მთელი კვირის განმავლობაში დარეკეთ მაგთის, ჯეოსელის და ბილაინის აბონენტებმა. აირჩიეთ თქვენი ფინალისტი. ანსამბლი თელა 0900 100 101. ანსამბლი ციცინათელა 0900 100 102. პატარა მედოლე ლუკას ვანიძე 0900 100 103 Angry Birds 0900 100 104 ჯგუფი Two Face 0900 100 105 მომღერალი ხატია ძერყორაშვილი 0900 100 106 ხატვარი ნონა გიუნაშვილი 0900 100 107 გიტარისტი მიშკა კახაშვილი 0900 100 108
რუდიონა გამანადგურებელი 0900-100-109. რეპერი პრინციპი 0900-100-110. უგულ შემატკივრეთ თქვენს რჩეულ ნახევარფინალისტებს. დარეკეთ ახლავე, რადგან მათი ბედი ახლა სწორედ თქვენს ხელშია. აირჩიეთ თქვენი ფინალისტი.